უკრაინის ომში გაუბედურებულ გაპარტახებული პუტინის ჩანაცვლების პროცესი რომ უკვე დაიწყო, რამდენიმე ინდიკატორის ნათლად მეტყველებს. მე არაერთხელ მithქვია, რომ რუსეთის სამთავრობო სოციოლოგიური სამსახურები უკვე აქ ეყნებენ მიზანმიმართულად და მიჯრით მონაცემებს, როგორ ვარდება პუტინის რეიტინგი, რაც გამორიცხული იყო თუნდაც 1 წლის წინ. ასეთი რამე გაეკეთებინათ პუტინის და მეორე პუტინის ჩანაცვლება რომ უკვე კარს არის მომდგარი, იქიდანაც ჩანს როგორ დაერვნენ ერთმანეთს საგარეო დაზვერვის შეფი პატრუშევი და სერგეი შოიგუ. ანუ ეს ორი უნდა ჩავთვალოთ ერთგვარ მემკვიდრეებად, ხო და აქედან გამომდინარე ისინი ერთმანეთს ძირავენ. მაგალითად, პატრუშევმა გამოაცხო დასკვნა, რომელთაც ამტკიცებს, რომ 2002 წელს, ანუ 24 წლის წინ, ნორდოსტში ტერორისტები რომ შეიჭერენ და იქაურობა ააოხრეს, აი ნორდოსტის ტრაგედიაში სპეცსამსახურებმა, ანუ მან ძალიან კარგად იმუშავა, მაგრამ ხალხის დაღუპვა გამოიწვია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომელთა არაპროფესიონალიზმმა, ანუ შოიგუს უწყების ბოსტანში ისროლა დიდი ქვა. მოკლედ აი იმის თქმა მინდა რა, ახლა სად 2002 წელი და სად დღევანდელი სიტუაცია, ხო, თითქოს რა კავშირშია, საიდან სადაო, მაგრამ სწორედ ეს არის. აქ მარტივი დაკვირვებული თვალი შეატყობს, რომ მარტივად არის საქმე. ეს ორი მემკვიდრე ერთმანეთს ებრძვის უკვე და ემზადებიან პუტინის ჩასანაცვლებლად, რომელიც სამეფო კარის მიდამოებში უკვე განწირული არის. ახლა შეიძლება იმაზე ფიქრობენ, მას საფეფლის თავში ჩარტყმით მოკლავენ, თუ ძილში გაიპარება, იმიტომ რომ მის ცოცხლად დატოვება არ შეიძლება, პუტინი უნდა წავიდეს. და მთელი ეს უკრაინის უბადრუკი ომის წარმოება, ანუ სასტიკი მარცხი, 3 დღეში რომ კიევი უნდა აეღო და უკვე მე-5 წელია მე-3 თუ მე-4 სოფელს აკონტროლებენ იქ დონბასში. აი ეს ვეღაცას უნდა დაბრალდეს და პუტინს ბრალდება ეს ყველა შემთხვევაში, იმიტომ სხვას ვერავის ვერ დააბრალებთ. პუტინია ამაში დამნაშავე. მოკლედ, როდის მოკლავენ პუტინს და რა წესით და როგორ, ამას ძალიან მალე შევიტყობთ. იმიტომ რომ ომი გრძელდება, ომის გაგრძელება კი პუტინის უფრო მძიმე აღსასრულის მოახლოებას ნიშნავს. რადგან ამ ომში რუსეთის უდო მარცხდება.